დღეს წმინდა სინოდის ხტომა გაიმართება, სადაც საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ, ასევე უნდა იმსჯელონ, რა ფორმით უნდა გამოქვეყნდეს სააღდგომო ეპისტოლე და ერთ-ერთი სასულიერო პირის განცხადებით კი პატრიარქობის კანდიდატის განათლების და ასაკის შესახებაც უნდა იმსჯელონ. დღეიდან შვეიცარიის მიერ ქართულ დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვები ძალაში შევიდა. ეს გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილს მიიღო. 12 თვის განმავლობაში იქნება ძალაში, თუმცა საქართველოს სხვა მოქალაქეებს არ შეეხებათ. სახალხო დამცველმა კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა, სხვადასხვა საკითხებზე არის ამ ანგარიშში საუბარი, მათ შორის იმ საკითხზეც, რომ პატიმრების რაოდენობა 22%-ით არის გაზრდილი. ამ ანგარიშში ასევე საუბარი არის, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სახტელები არის არაპროპორციული. ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 პირი დააკავა, რომლებიც 2024-26 წლებში ყოველდღიურად არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ უფასო სასადილოების 14,000-ზე მეტ ბენეფიციარს და მათ გამგეობებიდან დაახლოებით 3,5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. ასევე სტრასბურგის სასამართლოში აგენტების შესახებ კანონი განსახილველად მიიღეს. მოკეთ სასაუბრო არის ბევრი, ახლა უნდა გადავინაცვლო ჩვენი არხის ჟურნალისტთან მერაბ პაპაშვილთან, რომელიც უკვე გველოდება. მერაბ, დილამშვიდობისა, მოკლედ რამდენიმე საკითხზე ვისაუბრე, რომელიც ამ კვირის განმავლობაში იყო და ასევე დღევანდელ დღესთან დაკავშირებითაც ველოდებით დაახლოებით 1 საათში წმინდა სინოდის ხდომას. ხედავ, რომ შენ მომზადებული ხარ ამ ხდომისთვის არანაკლებ, ვიდრე ეს ადამიანები არიან მომზადებულები. მოკლედ, ვუთხრათ კიდევ ერთხელ მაყურებელს, თუ არის ცნობილი, რა საკითხებს განიხილავენ ამ ხდომაზე. კი, ჩვენ წინ არის ყველა იმ სინოდის ყველა იმ წევრის ფოტო, ვინც ჩართული არის ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში. დღევანდელ ხდომაზე შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ განიხილავენ რამდენიმე მთავარ საკითხს. მათ შორის, როგორც მეუფე ვახტანგი ამბობს, დღეს დადგინდება საბოლოო ჯამში ზედაზღვარი რამდენი იქნება კანდიდატებისთვის. მართვა გამგეობის დებულებაში წერია, რომ პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს მაქსიმუმ 70 წლის, თუმცა მეუფე ვახტანგი ამბობს, რომ დღეს დადგინდება უნდა იყოს მაქსიმუმ 70-ის თუ თქვათ პლუს 2 წელი, ანუ 72 წლის. დიდი ალბათობით ეს საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ძალიან ბევრი მეუფე, ვინც არის წმინდა სინოდში, არის უკვე 70 წლის და შეიძლება ამან გარკვეულწილად ამ მეუფეებს დაბრკოლება შეუქმნას, რომ დაასახელონ საკუთარი კანდიდატურა და ალბათ დღევანდელი ხდომის შემდეგ ჩვენ უკვე გავიგებთ საბოლოო ჯამში როგორი იქნება ის წესები, რითიც ახალ პატრიარქს აირჩევენ. ასევე შესაძლოა თუ არა იმსჯელონ სააღდგომო ეპისტოლეზე, იმიტომ რამდენიმე დღის წინ მეუფე ნიკოლოზის განცხადება ვიხილეთ, რომ უნდა განიხილონ ეს საკითხიც, რა ფორმით გამოიცეს, უკვე მოახლოებული არის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, პატრიარქი აღარ არის ცოცხალი, შესაბამისად ეს საკითხიც დიდი ალბათობით უნდა განიხილონ. კი, დიდი ალბათობით ეს იქნება განხილვის კიდევ ერთი თემა. თუ თქვა წინა საკითხის შემდეგ დრო მორჩება, ცხადია, ალბათ სავარაუდოა, რომ ის საკითხი ძალიან ბევრ დროს და ენერგიას წაიღებს, რაც შეეხება სააღდგომო ეპისტოლეს. მას შემდეგ, რაც პატრიარქი დაიღუპა, ეს ცხადია კითხვის ნიშნის ქვეშაა, გამოქვეყნდება თუ არა საერთოდ, ან თუ გამოქვეყნდება რა ფორმით. ჩვენ მოდი მაყურებელს უთხრათ კიდევ ერთხელ იმ ინფორმაციების შესახებ, რომელიც ვრცელდება მედიაში, სავარაუდო კანდიდატურების შესახებ. ეს კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ეს არის არაზუსტი და მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და ამ ცნობების მიხედვით არის ამ ეტაპზე 4 სავარაუდო კანდიდატი. ეს არის ცხადია მიტროპოლიტი მოსაყდრე მეუფე შიო, რომელიც ბევრი წყარო იტყობინება, რომ ის დადასტურებულად იქნება კანდიდატი. ეს არის მეუფე დანიელი, რომელიც უკვე 70 წლისაა და 29 მაისს ხდება 71-ის და დღეს დაადგენს წმინდა სინოდი. თქვა თუ მას ექნება სურვილი, შეიძლება თუ არა მონაწილეობა მიიღოს ამ ერთგვარ მარათონში. ასევე გვაქვს მეუფე ისაია, თუმცა მეუფე ისაიას შემთხვევაში შეიძლება დაბრკოლება აღმოჩნდეს ის, რომ მას უმაღლესი თეოლოგიური განათლება არ გააჩნია, ეს კი ერთ-ერთი კრიტერიუმია და ბოლოს მეუფე იობი, რომელსაც ასევე ბევრი წყარო ასახელებს როგორც სავარაუდო კანდიდატს. კიდევ ერთხელ განმეორდეთ, რომ ეს არის სავარაუდო არაზუსტი ინფორმაცია, ყველაფერი კი მას შემდეგ გაირკვევა, რაც სინოდი შეიკრიბება დღეს, მაგრამ დღეს
სავარაუდო კანდიდატების შესახებ მსჯელობა არ იქნება, დიდი ალბათობით დღეს იქნება მსჯელობა მხოლოდ იმაზე, რა წესების და კრიტერიუმების მიხედვით აარჩევენ ახალ პატრიარქს. საინტერესოა, დღის ბოლოს ალბათ გაკეთებული კომენტარები სასულიერო პირები ალბათ ისაუბრებენ მედიასთან ამასთან დაკავშირებით. ახლა ჩვენ სხვა საკითხებიც დაგვრჩა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ გარდა სინოდის ხდომისა. მოკლედ, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა მარკო რუბიო. ამის პარალელურად კახა კალაძემ გუშინ გააკეთა კომენტარი, რომ უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ რაღაც სიახლეებს. არის თუ არა მოსალოდნელი, რასაც ხას უსვამს არაერთხელ ქართული ოცნება, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიტვირთება. ამის მოლოდინი აქვს ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებას. რაზე ისაუბრეს თუ არის ცნობილი პრემიერმა და მარკო რუბიო? ამ საუბრის შემდეგ ორივე მხარემ გამოაქვეყნა საკუთარი ვერსია, შეგვიძლია დავარქვათ ამ სატელეფონო საუბრის. მარკო რუბიო ამბობს, რომ განხილვის მთავარი თემა იყო შავი ზღვის აუზში არსებული უსაფრთხოება, ხოლო ირაკლი კობახიძის განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ის ამბობს, რომ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობა, გადატვირთვა და მათ შორის რეგიონში არსებული უსაფრთხოების ნორმების გაძლიერება. ამ საუბრის შემდეგ ბევრი ვერსია გამოითქვა, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით ეს სატელეფონო ზარი უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, ირანში ომს და მათი ვერსია ასეთია, რომ ახლა შეერთებული შტატები და ამერიკის სახელმწიფო მდივანი ცდილობენ გაიგონ, რას ფიქრობს საქართველო აი ამ რეგიონალურ კონფლიქტზე და თქვათ ვის ან რის მხარეს დაიჭერს. ყოველ შემთხვევაში ოპოზიცია ამგვარ ვერსიას გამოთქვამს, თუმცა მმართველ-გუნდში ამბობენ, რომ ეს სატელეფონო ზარი არის იმის წინაპირობა, რომ უახლოეს პერიოდში ორმხრივი ურთიერთობა გამოსწორდება, რაც მათივე თქმით დააზიანა ბაიდენის გუნდმა წლების განმავლობაში. მოკლედ საკმაოდ იმედიანად არიან მმართველ-გუნდში. რაც შეეხება კალაძეზე, თქვი შენ ქართული ოცნების გენერალურ მდივანზე, მან ნამდვილად თქვა გუშინ ესეთი რაღაცა, ჩვენი არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად, კახა კალაძე ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ და უახლოს პერიოდში ვნახავთ, თუმცა მან კაფიოდ და ცალსახად თქვა, რომ აპრილის თვეა ის თვე, როცა ძალიან ბევრი სიახლეები იქნება, სიახლეები, რომლითაც ყველა ის ადამიანი იამაყებს, ვისაც ქვეყანა და ქალაქი უყვარსო, თქვა ამგვარი რამ მან. ნახოთ, საკმაოდ ისე ოპტიმისტურად არიან განწყობილი ამ ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით მმართველ-გუნდში. დაველოდოთ, აპრილი უკვე დაიწყო, უახლოეს პერიოდში გავიგებთ ალბათ, რას ელოდება ქართული ოცნება. ასევე ერთ-ერთი მთავარი საკითხი მაყურებელს ვუთხარით, რომ დღეიდან შევიდა შვეიცარიის მიერ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შეზღუდვები. რომ ვუთხრათ კიდევ ერთხელ, ვის ეხება, ვის არა ეს შეზღუდვები და რამდენი ხანი იქნება ის ძალაში. ხო, ეს გუშინ შევიტყვეთ ამ ახალი ინფორმაციის შესახებ, ეს ნიშნავს იმას, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს დასჭირდებათ ვიზის აღება შვეიცარიაში მოგზაურობის შემთხვევაში, თუმცა ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ თუ მათ საქმიანი ვიზიტი დასჭირდებათ, აიღებენ ვიზას და გაემგზავრებიან და რაც შეეხება ტურისტულ მოგზაურობას, ისინი ამბობენ, რომ არც გეგმავდნენ, თუ დააპირებენ, ასევე აიღებენ ვიზას და გაემგზავრებიან. ყოველ შემთხვევაში ტრადიციული შემართებით არიან ხოლმე მსგავს შეზღუდვებზე. კი, ამ სანქციების ამოქმედების შემდეგ ქართული ოცნების ძალიან ბევრი წევრი ამბობს, რომ არც ვაპირებდით ამ ქვეყნებში ჩასვლას. ასე რომ ეს სანქციები ჩვენთვის არაფერს არ ცვლისო. ყოველ შემთხვევაში მმართველი გუნდი ამას განიხილავს, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობაზე შეტევის კიდევ ერთ ახალ ტალღას. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ამბობენ, რომ ქართული ოცნების გარშემო საერთაშორისო ასპარეზზე ეს ვიწროვდება, უფრო და უფრო რთულდება სიტუაცია, რაც მათი განცხადებით საბოლოო ჯამში ქართული ოცნების სრულ იზოლაციას მოიტანს შედეგად. მერაბ, კიდევ ერთ საკითხზე მოკლედ რომ ვუთხრათ მაყურებელს სახელმწიფოს კრიტიკულ ანგარიშზე. რამდენიმე დეტალი, რაც შეგიძლია გაიხსენო, თითქმის 400 გვერდზე მეტი არის ეს ანგარიში, რა წერია, მოკლედ რომ ვუთხრათ, რამდენიმე რასაც შენ გამოყოფდი. 400 გვერდია და როგორც მე მივხვდი, უკვე მესამე დღეა ყველა ვკითხულობთ ამ ანგარიშს. და ვცდილობთ, ასე ვთქვათ, ამოვწუროთ. ალბათ მთავარი ამ ანგარიში არის შეეხება აქციების პერიოდს და დაკავებული დემონსტრანტების რიცხვს, ასევე დაკავების მომენტში გამოყენებულ სავარაუდო არა პროპორციულ ძალას, ამაზე სახალხო დამცველი ძალიან ვრცლად წერს. ეს კი ძალიან ბევრი უფლებადამცველისთვის აღმოჩნდა კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ 2024-2025 წლებში ადგილი ჰქონდა მომიტინგეების წინააღმდეგ გარკვეული ძალის გამოყენებას არაპროპორციული
წევრები ძალის და მათ შორის ამავე ანგარიში საუბარია იმ ჯარიმებზე, რომელიც გამოუწერეს დემონსტრანტებს სხვადასხვა კანონდარღვევის გამო, ასევე მიღებულ კანონმდებლობაზე პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში. საერთო ჯამში ანგარიში კრიტიკულია, მიუხედავად იმისა, რომ ლევან იოსელიანს ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე იმის გამო, რომ ის საკმარისად მკაცრი არ არის ხელისუფლების მიმართ. ოპოზიციამ ამ ანგარიშის დიდი ნაწილის შინაარსი გაიზიარა და თქვა, რომ კი, ეს ასეა და რომ ეს არის ის მძიმე რეალობა, რომელშიც ქვეყანა უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს. დიდი მადლობა მერაბ ამწურავ ინფორმაციისთვის. შევთხოვთ ჩვენ ხომ არ მიდიხარ სინოდის ხდომაზე, ჩვენ მაყურებელს იქიდან ხომ არ ვამბობ განვითარებული მოვლენების შესახებ. ჩვენი მრავალი ჯგუფი იმუშავებს დღეს სხვადასხვა თემაზე და დღის განმავლობაში ვნახავთ ამას. ყოველ შემთხვევაში სინოდი დღეს არ დამთავრდება. დიდი ალბათობით თავად მეუფეები ამბობენ, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი, ეგ შეიძლება გაფართოებული კრება გახდეს საჭირო და ასე შემდეგ. ყველაფერი დღეს იწყება. როდის დამთავრდება ვიცით. მაქსიმუმ 2 თვეში უნდა იყოს არჩეული პატრიარქი, ხო? წინა პატრიარქის გარდაცვალებიდან. დიდი მადლობა. წარმატებულ სამუშაო დღეს გისურვებ. ელოდება ჩვენი მაყურებელი შენგან დღის განმავლობაში ავამწურავ სიახლეებს. თქვენ კი გეტყვით, რომ ზუსტად 1 საათში ჩვენს არხზე დაიწყება გადაცემა დღის ნიუსრუმი. საინტერესო სტუმრები იქნებიან წარმოდგენილი. ასევე გეტყვით, რომ ისევ ეპიცენტრად რჩება დღესაც თბილისის საქალაქო სასამართლო მოვლენების განვითარების. რამდენიმე პროცესი არის დანიშნული, მათ შორის გახმაურებული მკვლელობის ლევან ჯანგველაძის საქმეზე ბრალდებული ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის, ასევე კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საქმეზე ხდომა არის დანიშნული. მოკლედ ამ ამბების და განვითარებული მოვლენების შესახებ უნდა შეიტყოთ ჩვენი არხიდან, ამიტომ ამისთვის საჭირო არის უბრალოდ დარჩეთ ჩვენთან, არ გადართოთ. მე კი ჩვენს მხრივ გისურვებთ სასიამოვნო შაბათ-კვირას და კარგ დასვენებას.